ეს კამერა გაქვს უსახელოდ. ეს ხო. ოდა აი რა დავარ. მე თავაზო მასტერა დაარქვი მეთქი და. და რამე სხვა დაარქვი. არა რა თქმა უნდა. რა ბიჭო რაღაც ესე მგონია რომ საარჩევნო კომპანია მიყავს. მიყავს. თვითონ უკვე რა. მიყავს. просто ამის აღიარება არ უნდა რა. მომზადება ხა გიგაბლოკერია რომ სამუშაო ადგილების შექმნაზე რომ ლაპარაკობს, უკვე გასაგებია რომ მთელი მათი გუნდი ვინც არის, ერთი და იგივე მესეჯებს უშვებენ რა უკვე საარჩევნო დამზადებიან. გუგლს სუსტეს ეს ფოტოშოპის გუგლს ეს როისა რა ქვია. როგორც ნაცისტური პარტია აიგრძალა გერმანიაში და აუგრძალეს ყველანი არჩევნების მონაწილეობის მიღება, ასე აიგრძალოს ეს რა. ეს ხალხი ეხლა რო არიან ნაციონალურ მოძრაობაში, მე ხელისუფლებაში ვინც მოვა იმ პარტიაში გადავა ყველა. გიგი წერეთლიდან დაწეული. გადავა რა. აგდანები არ შორის მაგას. არა ის არ უნდა გააკეთო. მე საზოგადო მთელი ქვეყანა დაიმიჯნოს ამ ხელისუფლებას. ემოციურად სწორი პროექტია. მაგრამ მე რაზე ვოცნებობ, იცი რომ ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში ისეთი არჩევნები ჩატარდეს, რომ რომელიმე ერთ ძალას არ კონდეს ამ ხელა უპირატესობა რა. და მაშინ galagdeba ეს ქვეყანა. მაშინ სასამართლოც ობიექტური იქნება, ტელევიზიასაც ვერავინ ხელს ვერ მოკიდებს. ბიუჯეტის სწორად განაწილება, რეალური თვითმმართველობებიც იქნება. მაშინ იმ რუსთანაც ურთიერთობის აღდგენა და პარლამენტში გქონდეს ურთიერთობა, მას არჩევნები ჩატარდეს, მაგას უნდა ობიექტური არჩევნები. ობიექტური არჩევნები უნდა, მაგრამ თვითონ ხალხმაც უნდა რამდენიმე ძალას შორის ხალხს აქვს ჩვენ ხალხს ერთითვისება, ამოარჩევს ერთს და ყველა იმას დაუდგეთ ხო, ესეთი ამბავია და ეს ქმნის მერე პრობლემებს. ეხლა პარლამენტში თუნდაც უმრავლესობა ამათ ქონოდა, თუმცა ომს ვერ დაიწყებდა, ვერ დაბედავდა. მაგრამ როცა ქონდა ახლა მთლიანად ძალაუფლება ხელში ჩაგდებული, მაშინ დაიწყო რა. ვერ გაბედავს. ერთ-ერთი ხელისუფალი რომ ესეთი იმას წავიდეს და ეს რომ სხვადასხვა ძალები აკომპლექტებს პარლამენტს, მთავრობას, ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კონსენსუსებით მიდიხარ რა. შეიძლებელია რომ აი შენ ხუშტურებზე იარო, ვერეული ხუშტურებით ვერ მართავ ქვეყანა. ეთიკას მართლობა დაუპო ქვეყანა რა. ყველა ქვეყანა რომელიც არის წარმატებული და რომელიც ჩვენ მოგწონს არის კონსტიტუციური მონარქია და არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ახლა აი ჩამოთვალე შენ თვითონ ნახე რა. ინგლისი, ეგეთი არის, ესპანეთი, ეგეთი არის, დანია, ეგეთი არის, ჰოლანდია, ეგეთი არის, აი ვიცი რომელიც ნორვეგია, ბელგია, რომელიც გინდა აიღე ხელი დაადერა. ყველა და არის ესე იგი ამ ქვეყანაში ასად რომელ ქვეყანა რომ სამეფო კარის ხარჯებმა დაგრუპა და ავიღუპეს და ესე ბევრ ხალხს არის ინიციატივები და გაგვიუქმებია. ძალით გაგვიუქმა რუსმა რა. საფრანგეთში გადმოაგდეს, იტალიაში გადმოაგდეს. ეს მეც ეს სერიოზული ხალი ყოფილა, ახლა რომელი ხალი? ნაზი. ესაც თუ გჯერათ ესაო, რამათია. ბიშასიო. ესაც ჯერა. მე მიშას კი გაქცია ვარ, არამედ ადამიანი, ვისაც მისის ჯერა. აგვისტოს ომის შემდეგაც კი იცით რატომ? ამას ისე არ უნდა შევხედოთ, რომ სააკაშვილმა ვერ განსაზღვრა, რომ რუსებს ვერ მოერეოდა, როგორც ამას ამბობენ ჩვენი დიდი პოლიტიკოსები. აბა, რატომ დაიწყეო თუ წააგეო და ახლა თურმე მუხლებზე უნდა დამდგარიყო და პატიება ეთხოვა ვისთვის? რუსეთისთვის? წაგება ვის უნდა? ან საბოლოოდ რა წავაგეთ? უშეცდომა ერთი ღმერთი იყო ამ ქვეყნად. იმ ისტორიკოსებმა კავკასიაზე რომ გამოდიან, წაიკითხონ, უყვარდათ დავით აღმაშენებელი მის თანამედროვეებს, რომ ძრახავენ მიშა სააკაშვილს აღმაშენებელს ეძებაო. რამდენ ადამიანს დასხარა თვალები აღმაშენებელმა. ისტორიული ფაქტები არა, ადამიანებს რომ ხოცავდა, აუ, ბიჭო. სწორად ინსტიტუტი ვის შემოიღო საქართველოში? ეს ჩვენებურად დამცენები რომ ხქვიათ. ესე იგი, დავით აღმაშენებელმა კონსტანტინე თქვა თუ დიდი გამოგვერია უნდა დავკორტნოთო და ესა ამ ქვეყნ ყველაფერს თავი და ესა ყველაფრის თავი და ესე იგი დიდია მიშა. ესე იგი, მიშას ქებაში დავით აღმაშენებელი შემოელამდა. შემოელამდა.
ესევე ახლა ჩვენ ვართ ყვავილები და კორტლებს დიდ ნიშნავს, არა? ნაზი. ვაღერიხარ რაზისული რამე იმაზე რომ ხელოვნებაზე რომ იყოს შემოვიდოდი მაგრამ ხელ ხო დაბალი ხელ ხო დიზგინთ ერთმანეთს ხო პოლიტიკაში მერევით ხენ საყრამდანე პოლიტიკაში ხო არ ვერევი მე ხო ხელოვანი ვარ ეხა ის გაიჭირეს გაიგე მიშას პონჩიც ვეღარ არიან ვეღარ ამართლებენ გაიგე ისე ნუ მოვიქცევით რომ ერთმანეთის თვალებში ვერ შევდივართ საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ უკვე რა იცი არც ერთი ტელევიზია ყველა ტელევიზია ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა არც ერთი ტელევიზია აღარ იყო და საპარლამენტოს დროს და ჩვენ კიდე ინერციის იმედი გქონდა რა რაც იყო რა მაგრამ ჩვენ უკვე ხალხს ვეღარ ველაპარაკებთ ვერ ვეკონტაქტებოდით ხალხსა და მართლა ინერციით ავიღეთ იმდენი ხმა რა მაგრამ განა არაორგანიზებულებიც ვიყავით კიდე ცუდად გება ყველაფერი გამოიყენეს ჯერ სულ გახსოვს რომ აი დაიშალა ოპოზიცია დღეში 20 სიუჟეტი კეთდებოდა ოპოზიცია როგორ დაიშალა და როგორ აღარსებოდა მე უკვე წაგებულები ვიყავით ყველანიაში ფილარმონიაში ცეკვათამაში რუათეხეს რუარ გამოვედი და აი დიდი კარვების ქალაქი არ დავესით რესპუბლიკის მოედანზე რიარა პარლამენტის და ინაუგურაცია არ ჩაუშალეთ ინაუგურაცია უნდა ჩაგვეშალა როგორ გაყიდეს ბიჭო აი ეს ჩემამდე არ გადის ბოლომდე ეგ რა ის ყველამ ჟვანია ხო ის ფასად უნდა დამიჯდეს მე რომ აი ეგეთ რაღაცის შემხედვარემ ჩემი ძმაკაცი გავყიდო და მაგრამ ერთი გუნდი იყო ხო ერთი ამ კაცის გამოზრდილები ამ კაცის ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ და ძმაკაცები იყვნენ ნუ ეხა ეგრე მესმის რა ნუ მეგობრები ხო იყვნენ რა რაღაც იდეით ერთი იდეით გამშვალულები ხო იყვნენ არ უნდა დაენიშნა ამას თავიდან ესაც ფრაქციის თავიდან მე საერთოდ ვფიქრობ ეგ არის რომ ეგენი მეგობრები არ იყო ეგ მეგობრობა არ არის იმიტომ რომ მეგობრებს ეგრე არ წირავენ ეგენი იყვნენ უბრალოდ რაღაც საერთო ინტერესით დაკავშირებული ადამიანები და საერთო ინტერესი იყო ხელისუფლებაში ყოფნა რა მე ბუნებრივია უკვე გარდაცვლილ და დაღუპულ ჟვანიას მათ არ გადააყოლეს ეს ხელისუფლება რომელშიც იყვნენ რა როგორც რიგით მოქალაქეს მაინტერესებს რაღაცებზე პასუხი მე მაინტერესებს ყველა აი ეგეთი მიჩქმალური ამბის გამოძიება დაწყებული პირველ რიგში აი იმ კვლევებიც რომელიც დაიწყო გაგრძელდა ჟურნალის სიკვდილის გამოძიება არ არის გამოძიებული არ არის უარი თქვენს მაგაზეთს ბოლომდე არ არის მიყვანილი აბა მე დავაყენე ერთ პირველი საკითხი ეგ დავაყენე რა მე აღარ ვიძახი იქ გულუა და ხაბეიშვილი ვეფხვაძე და სვანაძე ნიკუშა კეკელიძე რამდენი მილიონია ხო ეს ამას ეს ყველაფერი დაედო საქმეები უნდა დაიწყოს ბიჭო ილიას კვლელობის გამოძიება განახლდა 30 წლის მერე აუ ხელა ხალხია წასული და გაუკვლელობაში იმაში რა ქვია ვერსიების ძიებაში ჭორებზე დაყნობით იგებს საზოგადოება ვინ როგორ მოვა ჩვენ ისეთი ერი ვართ სიკვდილის წინ მღერი ვართ ვაი როგორ ვიწვალე უფალღეშები ვიწყო ქართველები მართველები მათყუ არა ქექიები პირველები ყველაფერში მაგრამ ნაცარქექიები ესე ბიჭო მართლა ჟვანიას მე ეს პოსტი არის ეს ფიქცია რა ტყუილ